ერთმა ცოდნის მძებნელმა ბრძენ განდეგილს სთხოვა მისი მოძღვარი ყოფილიყო. აი ამაზე დავიწყეთ ჩვენ ლაპარაკი, რომ არ მესმის მეთქი ხანდახან რა წერია აქ. ცოტა უტრირებულად ახლაც ვამბობ ამას. განდეგილმა უარი უთხრა. არ დაიმოწაფა მოკლედ. კი, მაგრამ რატომ ეკითხება ეს ახალგაზრდა კაცი? მითხარი, კარგად უნდა დაუკვირდეთ ამ ამბავს. მითხარი, ზღვაში შტორმი რომ ამოვარდეს და შენ გემბანზე იყო. რას იზამ? გემის კაპიტანს დაუწყებ ძებნას თუ ანძას ჩაეჭიდები? ტალღამ რომ არ წამიღოს, ანძას ჩავეჭიდები. და კაპიტანს რატომ არ მოძებნი? მან ხომ ყველაზე უკეთესის ამ დროს როგორ უნდა მოიქცე? ეკითხება ეს განდეგილი. შტორმისას კაპიტანი ვერ მიშველის. მაშინ შენს ცხოვრებაში რატომ ეძებ კაპიტანს? ეკითხება ეს კაპიტანს ბჭყალებში. რატომ მოხვედით ჩემთან? თქვენც ხომ ეძებთ და ძიების თქვენეული გამოცდილება ჩემსაზე გაცილებით მეტია. და აბსოლუტურად გენიალური ფინალი. იმის რეპლიკა ბოლო. მე ტალღამ უკვე წამიღო. არ არის საოცრება ეს ფინალი? არ ბადებს ესთეტიკას, მოლოდინის ასრულების იმდენად არა, რამდენადაც მოლოდინის გარდასახვის.